სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შაურმაში სალმონელა აღმოაჩინა. შემოწმებისას ინსპექტორებმა 5 ნიმუში აიღეს და ყველა მათგანში პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა იყო. ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სალმონელას შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სალმონელოზური გასტროენტერიტის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად 100,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. რა სიმპტომები ახასიათებს ამ ინფექციას და როგორ ინკურნება თემაზე ვცლად ექიმ ანა ქადაგიშვილთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. როგორც გვაქვს ინფორმაცია, მუნიციპალიტეტში სალმონელას შემთხვევა დაფიქსირდა. რა დაავადება არის იგი და თქვენ როგორც ოჯახის ექიმმა რა სიმპტომებით იეჭვეთ, რომ ეს იყო სალმონელოზის შემთხვევა? კი ბატონო, ზაფხულის ცხელი სეზონის დადგომისთანავე იმ სიკეთეებთან ერთად, რაც მოაქვს ზაფხულს და დასვენების პერიოდი იწყება როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილი ასაკის კონტინგენტისთვის, ჩვენთვის ყველასთვის, იწყება შვებულებების პერიოდი და ასე შემდეგ. თავს იჩენს ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა მაგალითად სალმონელოზი. სალმონელოზი ეს არის ინფექციური დაავადება, ზოონოზური დაავადება, რომელიც გამომწვევიც არის გრამოარყოფითი ბაქტერია სალმონელა ენტერიკა. ის ასნებოვნებს ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას, თუმცა არის მოძრავი, რასაკვირველია და სისხლის მიმოქცევის საშუალებით სხვადასხვა სხეულის სხვა ნაწილებსაც ასნებოვნებს. რაც შეეხება სალმონელას, ეს ბაქტერია გადამდებია ძირითადად ცხოველის საშუალებით ხდება დაბინძურება. პირველი გადადის იგი წყლის და დაბინძურებული საკვები პროდუქტებიდან და აი, როდესაც ზაფხულის სეზონი იწყება და არაბუნებრივი წყალსატევების მოხმარება ხშირია, მაგალითად აუზები და ასე შემდეგ, იქ დაბინძურებული წყლიდან შეიძლება გადადის, გადაეცემა ეს დაავადება. შემდეგი სიმპტომატიკა არის ყურადსაღები, ეს არის მაღალი ტემპერატურა, ცხელება, შემცივნება, ასევე გულისრევა, დიარეა, პირღებინება და მნიშვნელოვანი ასევე კუნთების ტკივილი, მიალგია და ცეფალგია თავის ტკივილით შეიძლება გამოიხატოს. განსაკუთრებით საშიშნი არიან ახალშობილები, ანუ ბავშვთა კონტინგენტი და ასევე მოხუცები. ვინაიდან ბავშვი 24 საათის განმავლობაში ბავშვმა შეიძლება დაკარგოს დიდი რაოდენობით სითხე, მოხდეს გაუწყლოება და დგინდება გაუწყლოების ხარისხი. თუ როგორი ხარისხის გაუწყლოება, ამ შემთხვევაში შეიძლება სტაციონარული მომსახურება, რასაკვირველია გაეწიოს ბავშვებსაც და მოხუცებსაც და ასევე ქრონიკი პაციენტები, რომელთაც აქვს სუსტი იმუნიტეტი, მაგრამ ეს უკვე იმ თლად იმუნიტეტთანაც არის დაკავშირებული, ვინაიდან დაბინძურებული საკვები პროდუქტები, როგორიცაა ხორცი, კვერცხი, რძე, მაწონი, ხაჭო და საერთოდ რძის პროდუქტები და სხვის პროდუქტები, თევზი და არასაკმარისად თერმულად დამუშავებული ხორცისგან გადადის ეს დაავადება და თავს იკიდებს, ფეხს იკიდებს ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და როგორც მოგახსენეთ, იგი შეიძლება არის მოძრავი, სისხლის მიმოქცევის საშუალებით სხვადასხვა ორგანოებსაც ასნებოვნებს. როგორ ხდება სალმონელა თოხლო კვერცხში, ხაჭოსა და ხორცში და ასევე საინტერესო არის ადამიანიდან ადამიანზე როგორ გადადის ეს ინფექციური დაავადება? ადამიანიდან ადამიანზე დაბინძურებული ხელების საშუალებით, ამიტომ არის რომ ბავშვებსაც, დიდებსაც და მშობლებს განსაკუთრებით ბავშვებს ყოველი კვების წინ უნდა სპეციალური ჰიგიენური საშუალებებით დაბანონ და მოხდეს დამუშავება ყველა ბოსტნეულის და პროდუქტების და რაც შეეხება ხორცის შემთხვევაში, ის უნდა იყოს თერმულად კარგად დამუშავებული, შემწვარი ხორცი არის საშიში, ხოლო მოხარშული ხორცი დუღილის ტემპერატურაზე ეს მიკროორგანიზმები იხოცება, რასაკვირველია ნაკლებად საშიშია. ქათმის საკვერცხეებს ხდება ეს მიკროორგანიზმი და შესაბამისად კვერცხიც იქნება დასნობებული. ჩვეულებრივ, სადაც დაბინძურებული ცხოველი ფეხს იკიდებს, წყალია თუ ნებისმიერი ადგილი მაგიდაა თუ რაც არის ზედაპირი და ის, რასაც ჩვენ ვეხებით და კონტაქტური გზა, აი ამ ხელებით ხდება და ხელებიდან პირისხურში ძალიან ადვილად, ძალიან ესეთი ბაქტერია, რომელიც წარმოიდგინეთ, რომ განკურნებული ადამიანის შემთხვევაშიც ის ბაქტერია რაღაცა თვეების განმავლობაში ეს მიკროორგანიზმი ბინადრობს ორგანიზმში და ის ადამიანი, რომელიც განავლის საშუალებით მიკროორგანიზმები გარემოში ხდება და შეიძლება რომ ხელების საშუალებით ისევ გადაეცეს ადამიანის საშუალებითაც კი და ასევე დაბინძურებული ცხოველი, რომელიც არის ზოონოზური დაავადება, კიდევ მოგახსენეთ და ნებისმიერ ცხოველში შეიძლება ფეხი მოიკიდოს ამ მიკროორგანიზმმა, იგულისხმება შინაური ცხოველებიც მათ შორის, როდესაც ბავშვები ეხებიან მათ, ესაა კატა თუ ძაღლი თუ ნებისმიერი შინაური ცხოველი და ასე შემდეგ მშობლებს მიუმართავ რომ ბავშვებს ხელები ყოველთვის დაბანონ. ცხელი პერიოდი არის ძალიან აქტუალური ხანა აი ამ მიკროორგანიზმის ფეხის მოკითებისთვის და განვითარებისთვის და შესაბამისად ზაფხული უნდა დაცული იყოს ისეთი ინფექციური დაავადებებისგან, როგორიც არის სალმონელოზი.
როგორ ინკურნება იგი? იკურნება ძირითადად სიმპტომური საშუალებით და სითხის ანუ ელექტროლიტებით. ეს როცა არის მარტივი შემთხვევა, მაგრამ გართულებულ შემთხვევაში ანტიბიოტიკები ამ დროს არ აქვს, ანუ არ იხმარება, მაგრამ ანტიბიოტიკები შეიძლება ჩაერთოს გართულებულ შემთხვევაში და ისიც სწორი მიმართულებით და არა ნებისმიერი თვითგანკურნებადიც არის 2-3 დღეში. ეს სიმპტომები მარტივ შემთხვევაში ქრება, მაგრამ თუ არ გაქრა და გამძვინვარდა, არის ძალიან საშიში დაავადება და ძალიან ყურად საღები, რომ მოსახლეობამ იცოდეს ამ დაავადების შესახებ. და ბოლოს რა სპეციფიკური სიმპტომებით შეიძლება მიხვდეს ადამიანი, რომ იგი კი არ მოიწამლა, არამედ სალმონელოზით დაავადდა? რასაკვირველია, სალმონელოზი ძირითადად ეს არის კუჭნაწლავის ტრაქტის გასტროენტერიტის გამომწვევია, ეს არის კუჭნაწლავის ანთებითი პროცესი, გასტროენტერიტის გამომწვევია, მაგრამ გასტროენტერიტი შეიძლება ნებისმიერი საკვებითი ინტოქსიკაციის დროსაც განვითარდეს, კუჭის ლორწოვანი და ნაწლავის ლორწოვანი გარსების ანთება, მაგრამ ამ შემთხვევაში დიფერენცირება ხდება ლაბორატორიული კვლევის შედეგად, მაგრამ სიმპტომატიკა ეწყება ადამიანს, შეიძლება მხოლოდ იყოს გამოწვეული დიარეით, მაგრამ დიარეა, ანუ ხდება ეს ღარათი წყლოვანია და დიდი რაოდენობით სითხის შემცველია. ასევე ძლიერი თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, შემცირნება. გამონაყარი არ არის დაფიქსირებული. თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, როგორც მოგახსენეთ, მაგრამ უპირველესი ნიშანი ეს არის გულისრევა, პირღებინება და დიარეა. საერთო სისუსტე, საშინელი დაღლილობის სინდრომი აქვს პაციენტს. რასაკვირველია, ეხლა სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა და ორგანიზმი, როდესაც დეჰიდრატაციას განიცდის, სწრაფი რეჰიდრატაცია, ანუ წყლით დაბალანსებაა საჭირო, ასევე ელექტროლიტების მოხმარება. დიდი მადლობა ამ უმწურავ ინფორმაციის მოწოდებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ექიმი ანა ქადაგიშვილი.